მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ვდებთ ჩვენს მეორე ეპიზოდს YouTube გვერდზე შედეგს მიღმა. უპირველეს ყოვლისა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ადამიანებს, ვინც უყურა ჩვენს პირველ ეპიზოდს, გამოიწერა ჩვენი გვერდი და დაგვილაიქა. დღეს კი ვდებთ მეორე ეპიზოდს, თქვენთან ერთად ისევ ვართ ჩვენ, მე გიორგი, ირაკლი და რეზი, ბიჭო, მოგესალმებით. ჯობა. და პირდაპირ გადავიდეთ სასაუბრო თემებზე. როგორც წინა გადაცემაში დავაანონსეთ, დღეს თითქმის გადაცემის ნახევარი უნდა დაუთმოთ ალბათ გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო თემას, ეს არის ჩემპიონთა ლიგა. გასულ პარასკევს შედგა მე-16 ფინალების კენჭისყრა, შესაბამისად გავარკვიეთ თუ რომელი გუნდები შეხვდებიან მე-16 ფინალში ერთმანეთს. ეს არის რეალურად იმ გუნდების დაწყვეტილება, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 36 გუნდიან დიდ ცხრილში დაალაგდნენ მე-9-დან 24 ადგილამდე. ხო ეგრეა. მოკლედ, რამდენიმე სიტყვით მინდა თქვენს პირველ რიგში შეაფასოთ ახალი ფორმატი, იმიტომ რომ ეს იყო პირველი სეზონი, როდესაც ჩემპიონთა ლიგამ შეცვალა ფორმატი, მოგეწონათ, არ მოგეწონათ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ და შემდეგ უკვე მინდა რომ სწრაფად ჩავიაროთ ის თამაშები, რომლებიც მივიღეთ რეალურად და რამდენიმე დღეში სულ მალე დაახლოებით ერთ კვირაში ეს მატჩები უკვე გაიმართება და შემდეგ ბუნებრივია ვისაუბრებთ სხვა თემებზეც. შეგვიძლია დავიწყოთ. ფორმატზე წინა გადაცემაზეც ვთქვი, მე წინა ფორმატი ძალიან მომწონდა. იმაჩნდა რომ იდეალური ბალანსი იყო დაჭერილი. ამ ფორმატს ისევე როგორც ყველა ისეთ ფორმატს, რომელშიც საბოლოო პლეი-ოფები წყვეტენ გამარჯვებულს, აქვს ის ხარვეზი, რომ ვთქვათ, უსამართლობის ელემენტი არსებობს, რომ ზოგს მარტივი კალენდარი უწევს, ზოგს რთული კალენდარი უწევს. დაძაბულობა ბოლო ტურამდე შენარჩუნდა. მე ველოდი რომ ყველა გავიდოდა, რადგან რა თამაში ქონდა, ყველა ტოპ გუნდი საბოლოოდ ყველა გავიდა. მაგრამ რაღაც ეს უსამართლობის ელემენტები მაინც იყო, მაგრამ შტუტგარტი უნდა გასულიყო. expected points-ით, მოსალოდნელი ქულები ძალიან მაღალი შედეგი აქვს და რაღაცებში არ გაუმართლა. ლილი მაგალითად აგუნჩი არ უნდა მოხდრილიყო, მაგრამ ძალიან გაუმართლა ბევრ თამაში. მაგალითად მადრიდულ გუნდებთან რაღაც წარმოუდგენლად გაუმართლა. რეალთან ბოლოს და ატლეტიკოსთან მთელი თამაში რაღაც დასწავლული თამაში იყო მახსოვს 5 თუ 6 გოლი უნდა გაიტანა ატლეტიკოს და 1-3 წააგო. მაგრამ ხდება ეგეთები ესეთ ტურნირებს. ამიტომ მისაღებია, მაგრამ მე წინათ მოუფლი ვიყავ. მე შემიძლია გითხრა ესეთი რაღაც. ძალიან მომწონს ახალი ფორმატი. არა, აი ეს ბოლო დღე ცოტა არ მომეწონა რა, აი ჯერ ხო რაც კი რამე სახლში ეკრანითმა ყველაფერზე რაღაცა იყო ჩართული. 3 ტელეფონი, მეზობელს გამოვართვი ტელევიზორი, იმიტომ რომ ჩემსაშივე მულტივიო იყო გაშვებული და აღარ ყოფნი და უფრო ეკრანზე აღარ ეტეო და აქ ეს საბოლოო ჯამში შემიძლია თამამად თქვა რომ არც ერთი თამაში არ მინახავს. აი ვერაფერი ვერ გავიგე რა მოხდა. ცალკე ეს ფლეშ სკორზე შედიხარ, ცალკე იქ შედიხარ, ცალკე აქ უყურებ, ცალკე რაღაც ამონათ და აქ შეიცვალა, იქ უკვე გოლი გავიდა, კიდე შეიცვალა და აი ბოლო დღემ დამღალა რა, აი ბუღალტერია შეგვტენეს რა, იმენ აი რა იყო ეს. მაგრამ კარგია ძალიან ის რომ ბოლო წუთამდე იყო ამბავი და ბოლო წუთამდე იყო ის რომ აბა ეხლა ის თუ გოლს გაიტანს იქ მოხდება, ის თუ გაუშვებს აქ მოხდება და საბოლოო ჯამში ერთმანეთს დაეჯახნენ. ამაზე მე ვინც დაეჯახა. აი ხო, მე ჩემს აზრსაც ვიტყვი რამდენიმე სიტყვით. რეალურად ეს იყო ნომინალურად ამას ერქვა ჯგუფური ეტაპი, ხო? იქამდე ჩვენ უყურებდით ახალ წლამდე 6 ჯგუფურ ეტაპის მატჩს. ეხლა უკვე 8 თამაში ითამაშეს გუნდებმა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაოდენობის გაზრდა არ იმოქმედა ხარისხზე და ჩემი აზრით იმოქმედა. კი, რა თქმა უნდა, მივიღეთ რამდენიმე ძალიან კარგი მატჩი, მაგალითად ბარსელონა ბენფიკა. თუმცა მივიღეთ რამდენიმე ისეთი მატჩიც, რომელსაც დიდი აფიშა ჰქონდა და ვერ გაამართლა. მაგალითად, პირველივე ტურში ინტერი სიტი, რომლებმაც თითქოს შეთანხმებულად ქულები გაიყვეს ან მარტივად და იცოდნენ, რომ აი შემდეგი კალენდრით მარტივად გადალახავდნენ ჯგუფურ ეტაპს. იგივე არ მოხდა სიტის პერიოდში, სიტის შემთხვევაში, რასაც სხვა მიზეზები აქვს, მაგრამ ინტერის შემთხვევაში ეგრე მოხდა, ძალიან მშვიდად მანჩესტერში ჩავიდა და ქულა წამოიღო. რაც შეეხება დაძაბულობას, აი ბოლო ტური რომელიც ახსენე ირაკლი, მართლა დაძაბული იყო, მართლა ყველა ეკრანზე ფეხბურთი გადიოდა ალბათ ყველა ფეხბურთის მოყვარულის სახლში და სიტუაცია ეგეთი იყო, რომ აი ყველა გუნდს ჰქონდა რაღაცა შანსი და თითოეული გოლი ცვლიდა რაღაცა მოცემულობას. ამ მხრივ კი ბატონო,
კმაყოფილი ვარ, თუმცა იგივე ბარსელონა, ბენფიკა თავისუფლად შეიძლებოდა რომ ჯგუფშიც მიგვეხო. ხო ეგრეა. იმიტომ რომ მახსოვს ხშირად ხდებოდნენ ხოლმე ბარსელონა და ბენფიკა ერთმანეთს რა. უბრალოდ პლუსი ამ ყველაფრის ჩემი გადმოსახედიდან იყო ის რომ არ გქონდა ესეთ აგეგმილად 6 თამაში, იმიტომ რომ 3 მოწინააღმდეგესთან თამაშობდა ერთი გუნდი მხოლოდ და ცოტა მოსაბეზრებელი იყო იქ სახლში გასვლა, გაცილებით მრავალფეროვანი გამოვიდა. შენი საყვარელი გუნდი მაგალითად შეხვდა 7 თუ 8 სხვა მოწინააღმდეგეს და ეს ვფიქრობ რომ იყო პლუსი. საბოლოო ჯამში ალბათ ჩვენი აზრი მოკლედ რაღაც დონეზე ემთხვევა რომ შეიძლება ეს სიახლე გამოიცადოს და კიდე 2 თუ 3 სეზონი გვაქვს ამ ფორმატით და ალბათ უფრო მეტად ნახავთ. ეხლა რა შეეხება კენჭისყრას? აი მანდ ერთ რაღაცას დავამატებ რა წეღან გამოვჩი. აი ეს ბუღალტერია ხო შეგვტენეს და ერთი გოლი აქეთ იქით. და თუ გახსოვთ, აი всё დამთავრდა ყველა თამაში. აი ეს ამ ადგილზე, ეს იმ ადგილზე და მე კიდე ერთი ახალი ბუმი ატყდა. ოიცა ეხლა რა ხდება? კენჭისყრა თუ მეცხრე და აი მანდ იყო კიდე რომ მოიცა როგორ და მანდ კიდე ცალკე ბუღალტერია იყო რა. ნუ საბოლოო ჯამში მე მგონი რომ გავერკვიეთ. ჩვენ ჩატშიც იგივე არ ხდებოდა. მოიცა როგორაა კაცო ეხლა. აი ეგ მაგრამ შევეჩვევით. შემდეგი სეზონიდან გვეცოდინება და ეგ ბუღალტერია გამარტივდება. თან მე ბადის ფოტო რო გამოქვეყნდა, ეს გუნდები აქაც ეწერა და ზევითაც ეწერა, მოკლედ აქ ინტერი არსენალი ეწერა, ზევით ინტერი არსენალი ეწერა, მოკლედ ძალიან ბევრი შეკითხვები წამოვიდა, თუმცა პირველი იყო UEFA-საც ეპატიება, ჩვენს გვეპატიება, რომ თავიდანვე ვერ მივხვდით რა ხდებოდა, მაგრამ ხო, გავერკვევით და ვისწავლით ასე ვთქვათ რა. რეზი, ძალიან ჩუმად ხარ. ატალანტა ბრიუგეზე მინდა კითხო შენი აზრი. ვიცი რომ ბერს ვერ ელაპარაკებ, მაგრამ მაინც სიმბოლურად არც ერთი თამაში არ დავტოვოთ უყურადღებად. და მარტივად გავამგონი ატალანტა. მე მეცაც ვიტყვი ატალანტა მე-4 ფინალშიც გავა. ბათის ამის შემდეგ უწევს ანელილი ან ასტონ ვილა. და მონე რომ ორივეზე უკეთესი გუნდია. და ბრიუგე ნახეთ ბევრგან გაუმართლა, კარგი ესეთი დაცვითი ბლოკი, მაგრამ ატალანტას უყვარს კარგი დაცვითი ბლოკების განადგურება. ატალანტა უცნაური პოზიციური შეტევა ფლანგებიდან უტევს უფრო, მაგრამ მოკლედ ჩემი აზრით ერთ-ერთ ყველაზე უთანასწორო წვლილია. მეორე უთანასწორო წვლილთან ერთად, რომელსაც მე ვიტყვი. თან უთანასწორო წვლილში არ დაგვავიწყდეს რეზი, რომ ეს არის ალბათ ყველაზე ლოგიკური უთანასწორო წვლილი, იმიტომ რომ ატალანტა იყო მე-9 და ბრიუგე იყო 24. ანუ რაც შენ თქვი, ტოპი და ბოლო ადგილოსნები შეხვდნენ, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ეგ უთანასწორო წვლილი. ოკეი, სპორტინგი დორტმუნდი. დორტმუნდი. ცალსახად ესენი გიოკერიშის მოხედავ. ცალსახად არა, მაგრამ დორტმუნდი რა. მეც მგონია დორტმუნდი. ლოგიკური შანსი. უფრო ყვითლები არიან. ეს არის ყველაზე ცუდი წვლილი ჩემთვის. ნიკო კოვაჩია დორტმუნდის მწვრთნელი. ნიკო კოვაჩზე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა გუნდი საიდანაც ნიკო კოვაჩი წავიდა, უკეთესი გუნდი გახდა. იქნებ გაუშვან მანამდე. სპორტინგი ამორიმი წავიდა, მე მისი ასისტენტი იყო, მე ისიც გაუშვეს. ეხლა სხვა შორის სპორტინგი შეიძლება ბევრი არ უყურებს. სქემა შეეცვალათ. 3-4-3 არ თამაშობენ, 4-4-2 თამაშობენ და დიოკერიშ ზოგჯერ სამზეზის. ყველა თამაში არ თამაშობს. და კიდე ერთი მიზეზი წეღან არ ვთქვი. ყველაფერს თავი დავანებოთ. დორტმუნდი რომ გითხე რატო ესე მარტივად, რა შარშან ლიგის ფინალში თუ სწორად მახსოვს ეგენი იყვნენ. გამოცდილება აქვს ასებზე, უკეთესი შემადგენლობა ყავს, ამიტომ პირველ თამაშს გასულს თამაშობს. ისე ფორვარდების ისა და გირასი არის მეგონი ბომბარდიერი. ჩემპიონთა ლიგის, ხო. ეხლა დიოკერეში აქეთ გირა. გირასელება, ხო. ალბათ შემდეგი წვლილიც ძალიან მარტივად მისახვედრია ვინ არის ფავორიტი, სელტიკი მიუნხენის ბაიერნი. ეგ იყო ის ატალანტა იმაზე. ხო. ბუნებრივია აქაც მე ჩავხურავ ასე ვთქვათ ამ თემას, ბავარია რა თქმა უნდა კონკურენტია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩემპიონთა ლიგაზე ვეინორთან ესე წააგო, სელტიკთან აუცილებლად ფავორიტია, თან პირველ თამაშს სტუმრად თამაშობს, მე თლად რო 1-0 წააგოს შოტლანდიაში არ არის პრობლემა, სახლში ჩამოვა და თან სელტიკს გერმანიაში ძალიან ცუდი გასვლები აქვს, წელს 7-1 წააგო დორტმუნდთან და ნუ მოკლედ ეს წვილი არის ცალსახად ისეთი, რომ მიუნხენლები უნდა გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. იუვენტუსი PSV. ეს არის სხვათა შორის მატჩი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ვნახეთ. პირველ ტურში. პირველი ტური იყო ეგ. მახსოვს. იუვენტუსმა მოუგო 3-0. 3-1. თუ 3-1. როგორც გაუშვა. ანუ იდეაში ხო უფრო იუვენტუსკენ იხრებ, მაგრამ ესე გამოვიდა რომ ეხა PSV-ს წინააღმდეგ უფრო სწორად იუვენტუსის წინააღმდეგ ითამაშებს PSV და ჯუნტოლი. იმიტომ რომ ჯუნტოლიმ რატომღაც გადაწყვიტა რომ იუვენტუსს საკმარისად ყავდა მცველები.
და ეხლა უკვე აღარ ყავს საერთოდ მცველი, მე მგონი ლოკატელი ეთამაშის რაღაც. არა, დაიმატეს, ორი მცველი დაიმატეს. კი, გუშინ და პავლ დაიმტრა, საუნა არ იყო. ბოლოს უკვე მე მგონი ლახოვიც უპირებ საფანას. ხო, ბარემ აქვე ვთქვათ, რომ რეზიმ რაც თქვა, კალულუც დაიმტრა და გუშინ წინ გაიფორმეს ჩელსიდან წამოიყვანეს რენატო ვეიგა. რომელმაც ფოტოშოპის გუშინ ითამაშა. და ლოიდ კელი წამოიყვანეს ნიუკასლიდან. ეგეც შეავსებს, იმიტომ რომ კალულუს რამა ისეთ სერიოზული არ არის, წესით მალე უნდა დაბრუნდეს და ისე ლოკატელის მოუწია მცველად თამაში. აქ 50-50-ზე თუ როგორ არა, აქ საქმე რა შეჯერ. იდეაში ყველამ გაიგო, რომ იუვენტუსის წინააღმდეგ უნდა ჩაკეტო თამაში, ან დაბალი ბლოკით უნდა ეთამაშო, პოზიციურ შეტევა იუვენტუსს უჭირს. მაგრამ PSV-ს ყავს ალბათ ყველაზე რომანტიკოსი მწვრთნელი ევროპაში ერთ-ერთი, პეტერ ბოსი, რომელიც არის კროიფის ფანი და ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როცა კლუბი შეხვდა და ამ შემდეგ და არასდროს არ კეტავს თამაშს, ყოველთვის მაღალი პრესინგი, ყოველთვის შეტევა, მით უმეტეს ეს რაღაც ტრიგერი აქვს, რომ იუვენტუსს დაცვაში უჭირს და იქნებ ჯობს რომ ხა დავაწვეთ და ამიტომ მაინც ეგეთ გუნდებს იუვენტუსი უგებს ხოლმე წელს, ვინც აგრესიულად ეთამაშება. ამიტომ უფრო იუვენტუსის ვიხრები ერთს ვიტყვი კიდევ მე ძალიან მოწოდა იუვენტუსი, როცა ვლახოვიჩი არ თამაშობდა. ნიკო გონსალესი როცა იყო, და პრესინგი ძალიან იდეალური იყო, ვინგერები როცა იწყებდნენ. ახლა ვლახოვიჩი დაბრუნდა, ალბათ იქნება. იცი რა არის, უკვე იუვენტუსის გუშინდელ მატჩში მაგალითად კოლომუანი იყო ძირითადში და ძალიან კარგი იყო. ორ თამაში 3 გოლი შეაგდო და უკვე ჩემპიონთა ლიგის ახალ განაცხადში იქნება და მე ვფიქრობ, რომ ვლახოვიჩი ნელ-ნელა სკამისკენ გადაინაცვლებს. მე უკვე სხვა კლუბისკენ გადაინაცვლებს. ეგ ლოგიკურია. ოკეი, კიდევ ერთი იტალიურ-ნიდერლანდური დაპირისპირება გვაქვს ფეინორდი მილანი. ირაკლი მილანი ალბათ მაინც. იქ ტექსტი გიწერია. არა, მეც აქ ცხრილი მაქვს, რა ვერ მომატყუო ყოველი შემთხვევისთვის, მაინც მაქვს ცხრილი გახსნილი და მაინც ყოველი შემთხვევისთვის ვიტყოდი, რომ მილანი მოიგებს. ფეინორდი აი ვერ მივხვდი რანაირი გუნდია, აი. რაღაცა გამოვიდა, იქით ბაიერნი დაადუღეს, წავიდნენ და 7-1 ბრესტ ლილთან წააგეს, ხო? ბრესტთანა. 5 7-ზე არ ავიდნენ ისინი? 5-6 იყო. რა მნიშვნელობა? ბევრით 1. ხო და მაინც ალბათ მილანი გავა, თან მილანი ძალიან გაძლიერდა. თან კონკურენტი წაართვა. ხო. ლიდერი წაართვა. ლიდერი წაართვა და მერვეთ ფინალში თან იქით კარგ წყულზე გადიან და საინტერესო სანახავი იქნება. ამიტომ იქ თუ არ დაგეთანხმებით და ვიტყვი რომ PSV-ა ფავორიტი, აქ ვიტყოდი რომ მილანი ჯობია რომ გავიდეს. ხო, ფეინორდი სლოტი წავიდა, მე მგონი 4-ზე იყვნენ ერედივიზიონში. გუშინ წააგეს აიაქსთან. ხო და მე 4 ადგილი ხა ძალიან ცუდი ადგილია ფეინორდისთვის. საერთოდ სხვა ტიპის წვრთნელი ყავდათ მოყვანილი, ბევრი ტრამვები, ხა ხიმენესიც დაკარგეს, ბაიერთან მოგება ჩემთვის არაფრის თქმელი არ არის, იმიტომ რომ 3 მომენტიდან 3 გაიტანეს და იმათ 30-დან ვერც 1 გაიტანეს. თან მეკარე მქნა საოცრებები. ხო, ძალიან. მეხუთეზე, ხო, ანუ აი კატასტროფული მაჩვენებელი ხა ნიდერლანდების ჩემპიონატისთვის თან კონსეისაუს შეუძლია ლიგის გამოცდილება აქვს, რაღაც ძლიერ გუნდები გამოუგდია. შეუძლია რაღაც ესეთი პლეი-ოფის თამაშებისთვის მოამზადოს რა, კარგად. გუნდი მილანი ხა გამოცდილებაზე არა ლაპარაკი და ბევრი რაღაცით. თან მილანი ჩემპიონთა ლიგაზე და მილანი სერიაში არის ორი სხვადასხვა გუნდი ყოველთვის. ყოველ შემთხვევაში რაც მე თავი მახსოვს და ფეხბურთი მახსოვს. იქ ანუ სერიაში იმდენად სახიფათო არ არის მილანი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე. იქ რაღაც სხვა ერთვება. ხო, სან-სიროს ეფექტი ზოგადად მილანი ჩემპიონთა ლიგასთან ასოცირებული გუნდია, ამიტომ რა თქმა უნდა. ოკეი, PSG ბრესტი PSG. როგორც გენებოთ. აგერ ვნახეთ შაბათს. კიდევ ვნახავთ ბევრჯერ. ნუ PSG-ს ბოლო დროინდელი ფორმიდან გამომდინარე, ალბათ აქ ცალსახა ფავორიტი არის. 40 წელია არ მოგია ბრესტს PSG-ისთვის. ეხლა რომ გააკანოს და მოუგოს ლიგაზე. ის თან PSG-ს ხო ჩემპიონატის აგება ხო არა აქვს? და ლიგაზე რო გამოვიდოს ფრანგულმა. არა, არ იქნება ეგეთი რაღაც გამორიცხულია. ანუ ეს ტრიო კვარას დამატების მერე რა შეიკრა. დემბელე, ბარკოლა, კვარა რომ როდესაც მუდმივად პოზიციებს და შემდეგ ძალიან ეფექტურად გამოიყურება. აი PSG მე ძალიან მოწონს ბოლო თამაშებში, უკვე 5 საუკეთესო გუნდი რომ მათი ქვევინო მსოფლიოში, ეხლა PSG შედის. თამაშის ხარისხით. ამიტომ რა ვიცი, ბრესტის ალბათ აჟორკი 1-2 ჯერ გაწევს,
ცენტრალურ მცველებს და რაღაცას იზამს, მაგრამ ნუ PSG-ზე ძალიან ბევრი მექანიზმი აქვს, რომ გახსნას ბრესტი ყველა კუთხით. აუცილებლად. ოკეი, ცხრილითაც და ალბათ გუნდურადაც ყველაზე დაბალანსებული წვილი მონაკო ბენფიკა. ამ საკითხზე რას ფიქრობთ? მონაკო ეხლა ცუდი პერიოდი აქვს, მაგრამ შემადგენლობა ყავს ძალიან ძლიერი. ბენსეგირი ერთ-ერთი თავარი ტალანტია ჩემთვის, აკლიუში ძალიან მომატებული აქვს. მინამინო, ემბოლო, ან ძლიერი ზაკარია ძალიან მაგარ თამაშობს. ეს არის. უბრალოდ ეხლა ჩავარდნაკ ბენფიკა, ნახეთ ხო, იუვენტუსს მოუგო ბოლო ტურში, ბარსელონა უკვე და 50-50. ბენფიკას მეორე თამაში სახლში აქვს, ეგა უკვე და ზუსტად. მაგის თქმით და ზუსტად. ეგ შეიძლება იყოს გადამწყვეტი ფაქტორი, რომ პირველი თამაში არის მონაკოში და მეორე თამაშია უკვე პორტუგალიაში და იქ ბენფიკა სტადიონზე ძალიან რთულია მოკლედ თამაში. ოკეი, გემრიელი ლუკმა მოვიტოვე რა თქმა უნდა ბოლოსკენ, ყველა ამას ველოდით და ნუ აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი, კენჭის რამაც დაადასტურა. მე-16 ფინალში ჩემპიონთა ლიგის ესეთ ადრეულ ეტაპზე ერთმანეთს ხვდებიან მანჩესტერ სიტი და მადრიდის რეალი. თუ გახსოვთ და დიდი იმედი მაქვს რომ გახსოვთ. წინა გადაცემაში რომ ვიძახდი რომ კარგია ეს იმით რომ ბევრი ისეთი აფიშა თამაში გვექნება თქო. შემიშალა პოდიში ან ძალიან ადრე არა ეს თამაში რა. აი მე-16 ფინალში ეგ დიდი მინუსი გამოავლინა ამ ფორმატმა. წეღან არ მithქვამს კიდე. ესეთი თამაში მე პირადად მიჩვენე მინიმუმ მე-4 ფინალში. მე-16 ფინალში თან მithumetes ახლა რომ სიტიზე წინა გადაცემაში თქვით რომ აუხსენით რატო ცუდ დღეში სიტი გვარდიოლას როცოლი დაშორდა. და დღესაც მოგვიწევს მაგაზე ლაპარაკი. ხო, დღესაც კი მოგვიწევს და კიდე დღეს დავამატებთ. ძალიან ადრეა რა. ეხლა თვათ რეალიც არაა შარშანდელ ფორმაში. როგორც ჩარშან იყო, მაგრამ რეალი უფრო დაალაგების პირასაა, სიტი საერთოდ აი რავი, იშლება, ინგრევა ყველაფერი. ხო, თემა მდგომარეობს იმაში, რომ მესმის ადრეა და სავარაუდოდ ამ ფორმატში არ იყო გათვალისწინებული ის, რომ მანჩესტერ სიტი 22 ადგილზე გავიდოდა და რეალი თუნდაც მე-11-ზე, ესენი ალბათ 7-8 გუნდში იყო ამათთვის ადგილი შენახული. 99% უწერდა ოპტა. კი ბატონო, 8 გუნდში იქნებოდა სიტი. შესაბამისად, მე ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩემს აზრს რა. იქიდან გამომდინარე რომ მართლა ყოველი შემდეგი მატჩი და ყოველი შემდეგი კვირა გვაჩვენებს სიტის რაღაცა სისუსტეებს და ამაზე დღესაც ვილაპარაკებთ. ამ წყვილში ფავორიტობის სტატუსს მივანიჭებდი მადრიდის რეალს, იმიტომ რომ რეალს კიდევ უფრო მეტად მომატების პერსპექტივა აქვს ამ სეზონში რა. და ვიზე გადის ეს წვილი? არა, ეს მეგონი რაღაც დიდი მასე არ ვიცი. კი, ახლა მოიცა ახლა დავსერჩავ შეთქვი. მოდი მე მგონი რომ ბოლო 3 წელი იყო, ხო? წინა 3 წლებში. მე მგონი რომ ვიხილავთ განსხვავებულ თამაშს, იმიტომ რომ წინაზე სცენარი ვიცოდით, რომ სიტის აქვს ბურთი, სიტის აქვს ტერიტორია, ანუ დიდი ნაწილი სიტი უტევს, რეალი რაღაც დაბალ ბლოკში დგება, როდრიგოს გააქვს გოლი და რაღაც ეხლა მგონი რომ შეიძლება საერთოდ განსხვავებული სურათი იყოს, იმიტომ რომ სიტი ძალიან დასუსტებულია. ნამდვილად. მაგრამ ნუ გვარდიოლამ თქვა ბრიუგეს შემდეგ რომ კარგია რომ ორ კვირაში ვითამაშებთო და არა ეგრევე, ანუ რისი იმედი აქვს ახლა გვარდიოლას უბრუნდება დიაში და აკე დაცვაში. პლუს აი ახალწეულები ვინც ამ თამაშში დაიმატეს და აი ნიკო გონსალეს საყრდენიც დაიმატეს. სულ რამდენიმე საათის წინ გაოფიციალურდა. ეს ამათი იმედი აქვს, რომ ესენი რაღაც ახალ რიტმს შემოიტანენ, ახალ ინტენსივობა შემოიტანენ, თქვა მარმუში და ასე შემდეგ. და გვარდიოლას აქვს იმის იმედი, რომ აი იუვენტუსის მცველებზე რომ ველაპარაკეთ, რეალს საერთოდ არ ყავს მცველი. ანუ ოფიციალურად ჯანმრთელი არის რაულ ასენსიო, ალაბა, რომელსაც ბოლოს როდის თამაშა და ვალეხო. ესპანიოლთან დაიმტვრა რუდიგერიც. ხო, და ზუსტად სანამ ჩაწერას დავიწყებდით, მანამდე ვკითხულობდი, რომ ალბათ მენდის გამოიყენებს ცენტრალურ მცველად. სიტის შემტევები, ანუ ეხა 5-1 წახებული და ვილაპარაკებთ აქ თამაშზე, მაგრამ ფოდენს თამაში ჰქონდა, მაგრამ დე ბროინი, ფოდენი, სავინიო კარგ ფორმაში იყვნენ რა, ბოლო პერიოდში შეიძლება საერთოდ გახსნას გვარდიოლამ თამაში და აბა ვინ მეტ გოლს გაიტანს, იმიტომ რომ ნუ სიტის პრობლემა ვიცით რაც არის, ეს მარჯვენა დაცვის ფლანგი, სადაც ნუნიეში თამაშობს, ეს არის რეალის დარტყმის ფლანგი, ხო? ვინისიუსი ან მბაპე გადმოდის, ბელინგემი მოდის, ყველა იქ იკრიბება ხოლმე. ვიცი, მაგას როგორ გაართვევს სიტი თავს?
მეც რეალი მეაჩნია ფავორიტად, მაგრამ ის უბრალოდ ის არგუმენტები ჩამოთვალე, რის იმედი შეიძლება კონდეს. ხო, სხვათა შორის ის რომ გვარდიოლა მიაქტიურა ამ ბაზარზე, მნიშვნელოვანი რატოც არის, იცი, რომ იქ კრიზისია გასაგები და იქნებ ამ რაღაცა ახალმა სისხლმა რაღაცა უშველოს რა ამ გუნდს, იმიტომ რომ გუშინ იმდენად საოცრება მატჩი ვიხილეთ, რომ შეიძლება სიტის კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდეს რა. კარგი, ჩემპიონთა ლიგაზე მე მგონი მოვჭით. თუ რამის ატლეტიკო ლევერკუზენზე გადის ბაიერნი. ესა, ხო, ატლეტიკო ბაიერნიც და რეალ სიტიც. ო. ერთი შეხვდება, მეორე. ეგ კენჭის ხლით გაირკვევა 21 თებერვალს სხვათა შორის. და PSG გავა ლივერპული ბარსელონას. ან ლივერპულზე ან ბარსელონას. ხო. ანუ მე აი თამაშები გველოდება წინ. თემა არ მოგვაკლდება. ნამდვილად. ოკეი, ჩემპიონთა ლიგაზე ეს არის პრინციპში რისი თქმაც გსურდა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრს ვილაპარაკებთ ჩემპიონთა ლიგაზე. მანამდე, სანამ შემდეგ თემაზე გადავალ, მინდა გთხოვოთ, პირველ რიგში მადლობა იმათ, ვინც უკვე გამოგვიწერა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ უფრო განვითარდეთ, უფრო გავიზარდოთ, ამიტომ გვინდა გთხოვოთ, რომ გამოგვიწეროთ, გააზიაროთ ეს ვიდეო, დაგვალაიქოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს ხრივ გვირდებით, რომ საინტერესო სიახლეებს და ვიდეოებს და საუბრებს არ მოგაკლებთ. კარგი, დაუბრუნდეთ და გავიხსენოთ გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები. ორი თამაში ამოგიკლიფეთ იტალიის და ინგლისის ჩემპიონატებიდან. უკვე ყველა მიხვდებოდა ერთი რომელიც არის, ამიტომ მანჩესტერ სიტის და არსენალის მატჩი მეორე მატჩად განვიხილოთ და პირველი განვიხილოთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საკითხია დერბები რა, ძალიან მიყვარს დერბები ზოგადად ფეხბურთში. არა მხოლოდ ეს დერბი, ესეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ზოგადად დერბები ძალიან მიყვარს. იყო მილანი ინტერი ამ კვირას და დასრულდა ფრედ 1-1 მილანი იგებდა, ტაიმიც მოიგო, თუმცა უკანასკნელ წუთებზე გაუშვა. დაიწყო? დაიწყო და ხო, პირველ რიგში აი რა სანამ კამერა წავიდოდა რეკზე, რაც თქვი თუ შეიძლება იგივეს გავიმეორებ. მილანის ტრანსფერები არის ტოპი. ვოლკერი დაცვაში ძალიან მოუხდა და შტანგა კარებში ძალიან მოუხდა. ძელი. ხარიხა, ძელი, ეგ ძელია. ეგ შტანგა იყო. საშინაო დავალება ინძაგიმ შეასრულა იდეალურად. დაიწყო ან დაწყებას გულისხმობ. დააფიქსირა ის, რომ მეხუთე მცველზე აღარ ჩადის არც ერთი ფლანგის მოთამაშე, შეუქმნა კაცზე შეტევაში დუმფრის და დიმარკო აწია. დაუდგნენ თეო და ვოკერი და ტომორი პაულოვიჩი მიწევებული ყავდა ლაუტაროს და ტურამს და ამან დაუტოვა ბარელას შერბენებს დიდი სივრცე. რაც პირველ ტაიმს ძალიან კარგად გამოიყენა რეალურად ინტერმა, მაგრამ რაღაცა აი ბოლოს თითქოს ბარელა არ იყო მთლად გუშინ ისეთ კარგ ფორმაში, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაგრამ აი ბოლო მომენტში იქ ბარელასგან რაღაცა უფრო ყოველთვის მეცელოდები ისეთი ფეხბურთელია დღესდღეობით უკვე. შესვენებაზე ეგ მოუკლა საერთოდ 5-4 ხერხზე გადავიდა. ერთი ცვლილება გააკეთა, მეხუთე კაცი დაამატა დაცვას და ინტერის შეტევა რაღაც პერიოდში მოკლა. და პლუს კონსეისაუმ ძალიან მაგრად ისწავლა ინტერის წინააღმდეგ თამაში. სხვასთან ვერ თამაშობს, მაგრამ აი წაუკითხა ინტერის ხაფანგები რაც არის, რომ აი უტოვებს პასის გასაკეთებელ ერთ დერეფანს, მე იქიდან მეორე დერეფანს და მესამე დერეფანში გუდავს ყველას. აი ზუსტად ეგრე გავიდა გოლი. გაყვა მილანი მაგ დერეფნებს და ინტერმა გაგუდვა რომ დაიწყო, უცებ გამოძვრა და დარჩა იქ ფლანგზე 2-1-ზე იყო, 3-1-ზე იყო. ძალიან დიდი უპირატესობა მიიღო, დაარტყა მე ზომერ მოვერაიღო და დამატებაზე მილანის დღესდღეობით ალბათ ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ გაიტანა. და მეორე ტაიმში არ ვიცი რა ის მე რაც იყო, არ ვიცი. აი ძალიან გააფთრებული უტევდაო მაგასაც ვერ იტყვი, მაგრამ ისევ კონსეისაუმ დაკარგა ის ორი ქულა. ბოლოს რამდენი მცველი შემოყარა, აი ეგ რა იყო. ყველა მცველი მოედანზე ყავდა, ვინც კი განაცხადში, აკადემიაში, ბავშვთა გუნდში და 7 მცველით იყო და აი რამდენჯერ არის ხო სოფლიო ფეხბურთში ეგ მაგალითი, რომ აი მცველის დამატება არ ჭრის და უფრო ირევა დაცვა. ჯობია წინ დაუმატო
საყრდენი რამდენ ძალიან მაგარ მწვრთნელს აქვს მაგაზე ნალაპარაკები რომ აი ის თამაში წავაგე იმიტომ რომ ეს 4 მცველი კი კარგად იდგა მაგრამ მე-5 დაუმატე და ამერია ყველაფერი და ნუ ეს მცველები შემოყარა და ბოლოს ეს ინტერის მცველები უფრო მარტივად მიდიოდნენ იმიტომ რომ წინ აღარავინ აღარ იყო საერთოდ ყველა დაცვაში და ამ 7 მცველით 2 კაცი დარჩა დავიზუბალი ნუ კონსეისამ თავიდან ცუდად დაიწყო მე ძალიან მაგარი ცვლილება და ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიიღო რომ მოკლა საერთოდ ინტერის თამაში და ბოლოს ისევ თავის თავს გაუჩალიჩა რა თორე აშკარად გუშინ წინ იღბალი იყო მილანის მხარეს გუშინ ეგ ხვალებდებთ გადაცემას და გუშინ იყო გუშინ წინ სამშაბათს უყურებს აი ეს ადამიანი ხო რომ უყურებს იმაში გეთანხმები რომ ძალიან სწორი შეცვლა იყო 5-4 ერთზე გადასვლა ხიმენესის გამოყვანა ეს 4 ნახევარმცველი კეტავდა ცენტრს და ეს ინტერის როტაციები ნახევარდაცვაში ამის წინააღმდეგ იყო 5 მცველი კეტავდა თელსიგანეს რომ ლატერალებს დიმარკოს და დუმფრის არ ერბინეთ მაგრამ პირველ ტაიმში რა მომეწონა მილანის გეგმაში 4-4-2 იყო ბურთით და უბურთოდ გადადიოდნენ 4-3-3-ზე სადაც 3 ну წინაშეტევი სამეული კეტავდა პასების მიმართულებებს ამ ინტერის სამცველს. და თავარი იყო ну გასაგებია რომ ჩალხანოღლუზე პასები ჩაეკეტათ და ბენასერს ჰქონდა ეს თავარი როლი ანუ ამ პრესავდა ჩალხანოღლუს აი სკრინებზე ჩანს რომ ჯერ პრესავს ჩალხანოღლუს და მე ეგრევე გვერდით ნახევარფლანგურ დერეფანში ხითარიანი ჩამორბის და როცა ხედავს რომ უკვე ამაზე პასი ვერ კეთდება გადარბის ხითარიანზე და აი ეს რაღაც ცენტრში აკეთებდა იმას რასაც აი მაკელელერაშიც იყო ხო მაგარი ანუ საჯარიმოს ერთი კიდიდან მეორე კიდეში რომ დარბოდა და ყველაფერს რო ასუფთავებდა. აი ეგეთ რაღაც საკეთებდა რომ ანუ თავარი ის ტარგეტი თავარი სამიზნეა ჩალხანოღლუ, მაგრამ თუ ვინმემ ჩამოირბინა, მოდი იმაზეც გადავალ. ანუ გეგმა იდეაში სწორი იყო ინტერი სადაც უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე მილანი. ხო, ამ ჩაწოდებებს საერთოდ უკვე აშკარად ჩანდა რომ ვერაფერს უჭირდათ ჩაწოდებების გაჩერება, მაგრამ ნუ გასაგებია რომ სტატისტიკა არის რომ ეს 3 ძელი, 3 გოლი, უქმებული რაღაც, მაგრამ იმაში გეთანხმები რომ კონსეისამ რაღაც დაუმუღამა, ინტერი ყველაზე მე მიმაჩნია რომ ყველაზე რთულად დასამუღამებელი გუნდია. და რაღაც ეს ფლუიდური ფეხბურთი, მუდმივი როტაციები, რაღაც ცენტრალური მცველი ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე, ნახევარდაცვაში არ არის გამოკვეთილი საყრდენი და ასე შემდეგ. ოღონდ მარტო ინტერს დაუმუღამა მე მგონი იმან, იმიტომ რომ ყველასთან ზაგრებთან გოლებს არიგებს, მაგრამ ინტერს სახეს. ნუ აი ხიმენესის ტრანსფერი რაღაც კონჩეტევას მოთამაშე თავარი ფეხბურთელის რაც მე არ ვიცი რა რატო ყიდულობს მილანი ეგეთ ფეხბურთელებს ემპოლისთან და ლეჩესთან მეორე ნომრად უნდა ითამაშონ თუ მილანის რაღაც გეგმა საერთოდ გაუგებარი არის რა კუთხით აპირებენ გუნდის განვითარებას ხო მოიყვანეს სისტემური მწვრთნელი ფონსეკა თან დატოვეს ლეაუ და ტეო ერნანდესი რომლებიც არ არიან ფონსეკას ფეხბურთისტვის და აშკარა კონფლიქტი იყო მათ შორის მე უცებ გაუშვეს ფონსეკა მოიყვანეს კონსეისაო აქ ხა ისეთი მოუყვანეს ხიმენესი თითქოს მეორე ნომრად აპირებენ თამაშს რაღაც კონჩეტევების დაბრუნებას ისევ ანუ ცოტა გაუგებარია და მილანს აშკარად უჭერს თუ იგებს მილანი იგებს რაღაც ბოლო წუთებზე გმირულად და რაღაც და ეს კონსეისაოსაც აშკარად არის რომ რაღაც კონფლიქტები უკვე წამოვიდა ხო რაღაც მენტალიტეტი არ მოწონს ფეხბურთელების რომ ისინი რაღაც არი ხარჯებიან და კალაბრიას ჩხუბა და ასე შემდეგ. კალაბრია საერთოდ გაუშვა. გაუშვა, ხო. დღეს დაიწერა. მილანი ინტერზე რამდენიმე სიტყვის თქვა მსურდა იმაზე, რომ გრაფიკებსაც ამოვანათებთ. იყო მომენტი, როდესაც ტურამი რჩებოდა საჯარიმოს გარეთ ხშირ შემთხვევაში და საჯარიმოში იყვნენ ლაუტაროც, დუმფრისიც და დიმარკოც. ამას ირაკლის ვთხოვრო გრაფიკაში ჩასვას. ტურამი ფაქტობრივად პირველ სკრინში არის, რომ საჯარიმოს მისადგომებთან არის. და მეორე სკრინში ეს უკვე მეორე ტაიმის არის რომ მარცხენა ფლანგიდან უტევს და იქ საჯარიმოში არის დუმფრისიც და ლაუტაროც. ლაუტაროს ამ ფორმიდან გამომდინარე აქვს ფუფუნება იმისა ინძაგის რომ ლაუტარო მარტო დარჩეს საჯარიმოში და პლუს ამას ეს დუმფრისი ეხმარება ძალიან აქტიურად რაც მის შედეგიანობაზეც აისახება. წინა შაბათ-კვირას ეწერა რომ ვლაჰოვიჩზე მეტი გოლი აქვს დუმფრის სერიაში გატანილი. და ნუ ძალიან მაგარ ფორმაშია ტეო დაჯაბნა სხვათა შორის. თუმცა აი ეგ წინ წასვლები დუმფრის რაცაც ხშირად აკეთებს დაუჯდა გაშვებულ გოლად რაც შენ თქვი ირაკლი ამის გრაფიკასაც
ამოვანათებთ, იმიტომ რომ მეც მქონდა ამაზე საუბარი გათვლილი, აშკარად როდესაც მილანი მოდის კონტრშეტევაზე, თითქმის ალბათ დაახლოებით 2 მეტრით წინ არის ტეო ერნანდესი დუმფრიზზე, გულისხმობს შეტევას და იქ წინ კიდე რჩება ლეაუ, რომელიც ერთ-ერთზეა პავართან. პასით გადის და საბოლოო ჯამში მოდის მილანის გოლი, ხო? კი, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ მილანს გაუმართლა, ძელი, მენიოსაც ჰქონდა სხვათა შორის სეივები. რამდენჯერმე კარგი ბურთი აიღო, არ ჩათვლილი გოლებიც იყო, თუმცა მართლაც კონსეისაომ რაღაც დონეზე გვაჩვენა ის, რომ ინტერთან თამაში გამოსდის, ну, ყოველ შემთხვევაში არ წააგოდა და თან ძალიან კარგად ვიცით, რომ ინტერი რეალურად ეხა მილანზე ბევრად მაგარი გუნდი. არის ბევრად. იტალიაში ყველაზე მაგარი გუნდი. რა თქმა უნდა. მაგრამ შეიძლება ვერ გახდეს ჩემპიონი. იმიტომ რომ ანტონიო კონტედან ხო, მაგაზე წინა პოდკასტი ნახეთ და იქ ვისაუბრეთ. კარგით, ერთ სვიტყვი ნიკოლა ჟალევსკი დაიმატა სხვათა შორის ინტერმა, გუშინ დებიუტი ქონდა გუშინ წინ. და კარგი იყო, აი, როდესაც ინტერი გადავიდა უკვე ჩაწოდებებზე, საკმაოდ კარგი იყო ჟალევსკი რომადან წამოიყვანეს და საგოლე პასიც გააკეთა პირველ მატჩში, რა. საერთოდ სიგიჟე იყო ეგ გოლის მომენტი, როდესაც მილანმა ეს მცველები შემოყარა, ყველა საჯარიმოში იცავდა თავს და ერთი აი, სკრინს ამოვანათებთ, მომენტია რომ ტეო ერნანდესი უბრალოდ დგას და არავის არ იყვანს, იქ ბისეკი აწვდის, ბისეკს კაცი უდგას, კუთხურის ჩამწოდებელს კაცი უდგას, ტეო ერნანდესი უბრალოდ დგას და საპირისპირო მხარეს ხდება ის, რომ ჩუკუეზე დგას და ჩუკუეზეს ასაყვანი კაცია იდეაში ჟალევსკი, რომელმაც საბოლოო ჯამში გააკეთა საგოლე პასი. იქ ჩავარდა მილანის დაცვა აშკარად და როცა ამდენი მცველით ხარ და თან ბოლო წუთებზე იცავ თავს, ცოტა უცნაური ეგეთი ჩავარდა. და ერთ პატარა რაღაც კიდე დავამატებ, აი ეს ну გაბიას შემოყვანა და აი კამარდაც ცოტა ადრე მოუვიდა ალბათ რა უფრო ეგრე გამოჩნდა, იმიტომ რომ პატარაა რა ამხელა თამაშისთვის ძალიან პატარაა რა ეს ამბობ კამარდას 16 წლისაა 6 წუთი 78-ია კამარდა ну გაბია და ჩუკვეზე შემოიყვანა 86-ს და ну ეგ იყო რომ აი წავედით ყველანი დაცვაში და ხო რავი არ ვიცი იმან უკეთესად იცის მაგრამ მე ჩემი პატარა ცოდნით რაც მაგ მოსმენილი და წაკითხული აი ალბათ ერთი 100 მწვრთნელის ინტერვიუში მაქვს გაგებული რომ აი ცველების რაოდენობა არ არის იმის გარანტი რომ ბურთს არ გაუშვით იმას როგორ არა აქ წაკითხული კაც გადამრევს ეგ ოკეი დღეისთვის ბოლო თემა არსენალი მანჩესტერ სიტი 5-1 მოუგო არსენალმა მანჩესტერ სიტის ძალიან კარგი თამაში იყო როგორც მინიმუმ არსენალისთვის და რეზი მე მინდა დაწყება გთხოვო ჩვენც შემოგეშველებით ან დაწყება ისეთია სიტი რო იწყებს შედეგიანი შეცდომით ეგრევე ჩელსისთანაც იქ ხუსანოვი შეცდა აქ აკანჯი შეცდა სტონსანაც ვერ გაუკეთა კარგი პასი და ეგრევე შედეგიანი შეცდომა და ანუ ეს ბილდაპი რაც არის ხო გვარდიოლას ფილოსოფიის თავარი საფუძველი პლუს კიდევ მნიშვნელოვანი იყო რომ ედერსონი დაიმტრო გახურებაზე და ორტეგას ჩააყენეს ამიტომ კარებში და ანუ ორტეგას ფეხით კარგად თამაშობს ახლა ისე ვერ მოხდებოდა იქ მაგრამ ანუ სხვა ტიპის პასები აქვს და თან რაღაცა თქვა არელუდა თამაშობდა რაღაც ისეთ პასებს აკეთებდა როცა აშკარად აყვანილი იყო ის ფეხბურთელი უკვე და მას უკეთებდა პასს და ედერსონს ამხრივ ვერ შეედრება თუმცა შოტსტოპინგში მგონია რომ ორტეგა უკეთესია არსენალმა სამაგეროდ ბილდაპისთვის მთლიანად იყენებდა ოდეგორს ანუ ოდეგორი ჩადიოდა მესამე ცენტრალურ იყო მომენტები როცა საერთოდ მეკარესთან მიდიოდა და ну ამით არსენალმა მოახერხა ის რომ თავის აჯარიმოსთან ბურთს არ კარგავდა რა ფატალურ შეცდომებს არ უშვებდა და ну ოდეგორს მიქონდა შემდეგ ბურთი წინ ეს რო ყოფილიყო რაღაც ავტობუსის წინააღმდეგ ხო ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ ეს იქნებოდა ძალიან ცუდი რომ ოდეგორი მაშინ გაკლდება წინ მაგრამ სიტი ხო ავტობუსს არ აყენებს და ამიტომ ეს შეცდომების გამორიცხვა და თან ოდეგორი ძალიან მაგარი ფეხბურთელია ოდეგორის ამ კუთხით გამოყენება იდეალური იყო თან ეს ხო არის პეპი არტეტას წინააღმდეგ ხო რომლებიც რაღაცა ესე პირად იცნობენ ერთმანეთს და ეს რაღაც მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა ну სიტის მარჯვენა ფლანგი ისევ ანუ მატეუშ ნუნიეში დააყენა ისევ მიუხედავად იმისა რომ ბრიუგესთანაც შეცდა
ოღონდ ახლა ესეთი რაღაც გადაწყვეტა რომ მოდი ბერნარდო სილვას დავახმარო და ბერნარდო სილვა იყო მეორე. ანუ სულ ორი კაცი იცავდა სულ თავს ტროსართან. მაგრამ ამან იმუშავა უკვე მესამე გოლზე, იმიტომ რომ საყრდენ ზონაში დააკლათ უკვე ფეხბურთელი ბერნარდო არ იყო, ლუის კელი შევარდა, ბერნარდო ამ დროს ფლანგზეა და 3-1 რო გახდა, მე პეპმაც თქვა თამაშის შემდეგ სტოუნსმაც თქვა რომ უკვე რაღაც თამაში ჩვენ დავამთავრეთ. და ნუ ეს უკვე უკვე იყო ჩაოლებრი კლასიკური ამ სეზონის სიტი, რომელიც არ ვიცი არ მისმის რატო აკვდება ამ ცენტრიდან შეტევებს, როდესაც რეს დიფენსში არანაირი შანსი არ აქვს. ანუ საყრდენი არ ყავს, რომელიც გაასუფთავებს, ძველები არ ყავს, რომლებიც თავისუფალ სივრცეებზე დაიცავენ თავს, ხო, ოკერიაში იყო ელიტა და რუბენდიაში რაშიც იყო და ესენი ყველა დამტრეული ან წასულია გუნდიდან, ან მილანშია, ისევ იგივეს აკეთებენ, ახლა არ ვიცი, ნახოთ. ნიკო გონსალესი ამდენად გამოასწორებს ახალი საყრდენი ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ ეს იქნება ან კატასტროფული მაჩვენებლები აქვს სიტის იყოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო ევროპაში კონჩიტების შემდგომ დაშვებული მომენტებით და ეხლა არის 0.5-ზე არიან ასული თამაშის განმავლობაში ძალიან დიდი ციფრია. და ნუ დეკლან რაისის მეგა პერფორმანსი ჰქონდა. ერთი რომ პრესინგს კეტავდა და პრესინგში ორი კაცი აყავდა. თუ თავის ნახევარზე იცავდნენ თავს, იქ პარტი მარმუშ დასდებდა პერსონალურად. იქაც ორ კაცს დასდებდა და ერთი ეპიზოდი ჩემი საყვარელი ეპიზოდი ამ თამაშიდან სადაც ესე კადრებად ვაჩვენებთ რომ ჯერ იწყებს პრესინგს ან ბოლომდე მიდის არტმენ ბურთს მე ეს ბურთი იკარგება ისე ვარდნაში მიდის არ ჩერდება ან არ ეთიშება ეპიზოდს ვარდნას აკეთებს არ გამოდის ეს ვარდნა რაღაც უკვე სიტი გადის თავისუფალ სივრცეზე უტევენ რაღაც 4 მცველი ყავს არსენალს ამაზე მიდის შეტევა და დგება და სირბილი ჩამოასწრებს კიდე და ფოდენს უდგება და უკვე ნუ შეაფერხა ფოდენი და მე უკვე დანარჩენებით ჩამოვიდნენ და პლუს ორი საგოლე პასი გააკეთა თამაში. მაგის თქვა მსურდა ზუსტად. იცი როგორ დავაჭილება დამჩა რომ მიკელ არტეტამ უყურა და ძალიან კარგად გაანალიზა სიტი ჩელსი და ის რაღაცა შეცდომები რაც დაუშვა იმ თამაშის სიტიმ გამოიყენა რა. ამაში უგულისხმობ პირველ რიგში რაისის ჩართულობას პრესინგში. აი მთელი ძალით იყო ჩართული პრესინგში და იქ ნუ ხა რაისი ფიზიკურად ხო ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ძალიან მაგრად გამოიყენა მოკლედ ორი ასისტი გააკეთა და პლუს პრეასისტი გააკეთა პირველ გოლზე ხო ჰავერცს მან მისცა რეალურად შესაბამისად რაისის მაგარი თამაში იყო რა მიუხედავად იმისა რომ MVP გახდა პარტი ალბათ გოლის გამოც თუმცა დაცვით ფუნქციაში ბუნებრივია ძალიან მაგრად იმუშავა პარტი მაგრამ შეტევაში რაისის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი პლუს ამას არტეტამ ბურთის წამოღება დაავალა ოდეგორს და მე მგონი ეგ ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იყო რა იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რაისი ცდილობს რომ ბურთი წამოიღოს თუმცა რა თქმა უნდა მეპასე უკეთესი არის ოდეგორი და გამოჩნდა ამ თამაში რომ ძალიან კარგად გაართვა მაგ დავალებას თავი რაისმა თავის ხრივ ოდეგორმა თავის ხრივ და იქ პრინციპში ახალგაზრდების გოლებიც ბოლოს უკვე დაგვირგვინდა რა გატყდა სიტი აი დაიშალა სიტი თამაშის მიმდინარეობისას განსაკუთრებით აი ლუის კელის ჰქონდა კიდე მაგარი თამაში ანუ ფოდენი ჩაკეტა ბოლომდე და პლუს გოლი გაიტანა ანუ შეტევაშიც მირბოდა ანუ კაი ჰავერცს ჰქონდა გოლს პლუს პასი რა ცოტა ხანი მაინც გაჩვენდა ითერები და ერთი მაგარი მომენტი გაფრთხილდა ხო ერთი მაგარი მომენტი ხო ითერზე გავიწყდება ხო აი რა უნდა რაღა დავამატო ეხლა სიტი რაღაცა იქ ტვინში ჯერ კიდე არ ჯდება რა ესეთი მოშლილი სიტი რომ თან ის არის რომ აი რაც გვახსოვს ხო აი რეალმა აჯობა გვარდიოლა წავიდა გაათენა ღამე და უპოვა ისეთი გამოსავალი რომ რეალი აი გადაუარეს რეალს და აი ეხლა ესეთი მართლა რა ხდება რომ აი ყველაფერი აი საერთოდ ყველაფერში ჩამოშლილი თან ეს ხო ის არის ყველა საფხულს ჩამოიშალნენ ოქტომბერში ოქტომბრამდე საუკეთესო გუნდი იყო ისე ხო ლიგაზე პირველად გოლზე იყო წამოვიდა სადა ანუ პირველი ტაიმის მერე ლიგაზე გავარდნილი იყო ლიგიდან ხო ნუ პრემიერ ლიგაში რომელად გოლ მე არა ეხა მეხუთე არა მეოთხეზე არიან მაგრამ ეხა ჩვენ რო წერთ ჩვენ ჩელსის ის არ ვიცით შედეგი ჩელსის ის არ ვიცით თამაშებს ჩაწერილი მაგრამ მოიცა ერთ წამს სად არის ხა მეხუთეზე გადავა ხო
კარგი აქვს წინ აღებული. ოქტომბრამდე კარგად ვიდიოდნენ. კარგად პირველზე. ანუ აი საერთოდ ვერაფერი ვერ იცვლება თითქოს რა არ ვიცი. ნუ ეს თამაშიც მე დერბის უყურებდი. მე ნაპოლის უყურებდი ეს თამაში თავიდან ბოლომდე ისე კარგად არ მაქვს ნანახი რა. მომენტები ვნახეთ. ანუ აი რავი პირველი 15 წუთი და შესვენებაზე 15 წუთი რაც მოვასწარი არ მანამ ბრიუგესთან ცუდი თამაში ჰქონდა ეს. პირველი ტაიმი იყო კატასტროფული. ჩემპიონთა ლიგაზე ვის რა თამაში ჰქონდა საერთოდ არ მახსოვს. ვერ ვნახე. ძალიან ცუდად თამაშის პირველი ტაიმი მომენტს ვერ ქმნიდნენ რეალურად და კონჩეტებზე უშვებდნენ მომენტებს და გოლიც გაუშვეს. მეორე ტაიმში მე ერთი მომენტი იყო როცა რაღაც ნათელი გზა რო გაიხსნება და კოვაჩიჩი შევარდა და მე უკვე აეწყო რა. მიაცილეს ფაქტობრივად კოვაჩიჩი. აქაც რაც ვნახე კოვაჩიჩი ფაფხურობდა რაღაცას რომ მოდი რაღაცნაირად ბურთი ავიტანო რა. თან იცი რა არის ეს შემადგენლობაც გადაიღალა რა. შუაში მაგალითად ნახევარმცველებზე თამაში გადადის გუნდოგანი კოვაჩიჩი და ხა ამ ახალმა ტრანსფერმა ნიკო გონსალესმა ალბათ რაღაცა შვება მაინც უნდა მისცეს რა. მინიმუმ დაასვენებს მაინც. გუშინ გუნდოგანის დასვენება მოუწია მაგალითად და ბერნარდო სილვა ფაქტობრივად საყრდენზეც იდგა და მარჯვენა მცველზეც ეხმარებოდა მატეუშ ნუნეს. კიდე რამდენიმე საათია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილი და არ გამიკვირდება რომ გავხსნათ და მაგალითად ანდრეა კამბიას უყავდეს კიდე იმდენად ჭირდება ფლანგის მცველი მანჩესტერ სიტის. სხვათა შორის წინა გადაცემას ვისაც არ გინახავთ ძალიან საინტერესო და დეტალურად ჩავაანალიზეთ მანჩესტერ სიტის კრიზისი, რაც პრინციპში ოქტომბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. გსურს რომ გირჩევთ ყოველ შემთხვევაში რომ უყუროთ იმ გადაცემას და დაგვილაიქოთ, გამოგვიწეროთ არხი, რაც ბუნებრივია мотиваციას გაგვიზრდის. ეს არის და ეს პრინციპში რაც დღევანდელ გადაცემაში გვინდოდა გვესაუბრეთ. და კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა გადავუხადო საერთო სამუშაო სივრცე ტერმინალს იმისთვის რომ დაგვითმო ეს სივრცე და მოახერხეთ ამ საინტერესო პოდკასტის ჩაწერა. შევხვდებით შემდეგ სამშაბათს.